იგი ძალიან ბევრი წერილი და შეტყობინება მივიღეთ იმის თაობაზე და თხოვნა რომ მოიწვიეთ გადაცემაში საქართველოს პოსტის დირექტორიო. კი ბატონო. მოვიწვიეთ და ამიტომაც სტუმრად მოვიდა ჩვენთან ბატონი ლევან ჩიკვაიძე აპლოდისმენტებით შევეგოთ. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. აბა როგორ ბრძანდებით? მადლობა, კარგად ვარ. კარგად. სწორად აღნიშნეთ წერილები, რატო შემოვიდა წერილები, ეს არის მნიშვნელოვანი. დიახ. რაღაცა უნდა გააფუჭო, ალბათ გავაფუჭე რაღაცა და მე იწყება ეს და მოწერა. ჩვენ ესე ვმუშაობთ, აბა წერილს ისე ხო არ დაწესა. ხო, მაგრამ შეიძლება მეორე მხრიდანაც შევხედოთ, რომ ისე მოსწონთ მუშაობა, რომ კიდევ სხვა კუთხიდანაც ესე წარმოგვიდგინეთ და წარმოგვიჩინეთ. საინტერესო. ამიტომ ასეც შევხედოთ. ბატონო ლევან, როგორც ამ საქმის პროფესიონალს, ეხლა პირდაპირ გადავალ შეკითხვებს და საქმეს ისე გითხავთ, საქართველოში წერილი უფრო ურჩევნიათ თუ სიხარული? გიორგი, ეგ ერთი და იგივეა. ჯერ უნდა წაიკითხო, მერე გაგიხარდება. თუ არ წაიკითხე, ხო, თუ არ წაიკითხე, ისე რა უნდა გაგიხარდეს? ხო, ეხლა თუ ისე ყველაფერი გიხარია, არ ვიცი, ეგ მაშინ სხვა პრობლემაა, სხვა შემთხვევაა, ეგ გასაგებია. ხო, ბავშვობაში ხო იყო წერილი გიჩერეთ სიხარული, რომელ თვალში და თუ რაღაცა წამწამს. ისე როგორ ფიქრობთ, ქართველებს ენის მიტანა უფრო გამოგდის თუ წერილის, ბატონო ლევან, საინტერესოა თქვენი მოსაზრება. ეგ ერთი და იგივე არ არის, ჩვენ ენა მიგვაქვს იმ წერილით. ხო, კი ბატონო, მაგრამ ხო, წერილით მიგვაქვს ენა, მაგრამ მიგითხე ერთი მან რა წერია და მე რასაც გინდა იმას წაიკითხავ. ხო, გინდა იმას წაუკითხავ რა წერია თუ არა. გინდა სხვა რამე. ეგეც მართალია პრინციპში. მაინტერესებს ძველი ყაიდის პოსტალიონები თუ გყავთ. აი ისინი რა, ვინც მოპედით სიარულს, ცხენით სიარულს რომ ამჯობინებენ ისევ რა, თუ არიან ესეთი თალახშოვრები. სიარულს რომ ამჯობინებდეს ასეც ვერ ვიხსენებ, მაგრამ მე შემიძლია კარგი ისტორია ცხენზე მოგიყვეთ. საინტერესოა, აბა, კარი მიყვარს ისტორია. 2013 წელია. დიახ. ისტორია საფოსტო არის ორსაუკუნოვანი. კომპანია 1995-ში დაფუძნდა, მაგრამ რაც იყო ფურცელზე ბალანსი არსებული, ყველაფერი მოყვება თან. ინვენტარიზაცია არასდროს არ ჩატარებულა და გვაქვს უამრავი, აი, უძრავი ქონება გადაჭიმულია, აი, დიდი რო იყო საქართველოს იმ დროიდან, მაგრამ ნუ ეს ბალანსი გვაქვს და ეს დამფუძნებლისთვისაც ცნობილია და ახლა მიმდინარეობს ინვენტარიზაცია, აღიწერა, რაღაცა ჩამოიწერა, მაგრამ ახლა როდესაც არაფერი არ არის, ინტერესიც არავის არ აქვს და არავინ არ გამოწმებს, მაგრამ როგორც კი გავაჩინეთ რაღაც დოკუმენტები, ეგრევე ყველას გავუწევთ. ხო, ყველა მხრიდან, აბა ეს როგორ არის, ის როგორ არის. ჩაგვრჩა შიგნით, ნუ ყველაფერს რაღაც თავი ერთად მოეყარა და რაღაც გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ შიგნით ჩაგვრჩა ცხენი და თივა. ერთ-ერთი მაკონტროლებელი შემოწმება და სად არის ცხენი, სად ცხოვრობს ცხენი გეკითხება. ცხენი სამწუხაროდ აღარ ცხოვრობს, სავარაუდოდ გარდაიცვალა. გვაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ გვაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. დეტალებს ვითხოვე. ნუ მივდის იქით, რომ ჩაგვითვალოს, რომ ცხენი არ არის, მაგრამ შემდეგს კითხულობს თივა. დიდი რაოდენობით არის თივა. თივა სად არის და მე ვპასუხობ, რომ თივა ცხენმა შეჭამა თქვა. არა, მითხრა, ცხენი ხო გარდაიცვალა. რანაირად შეჭამა? თივას ვერ შეჭამდა. ამ პირიქით რო წაეკითხა, ჯერ თივა რო ეთქვა, ცხენმა შეჭამა, მერე ცხენი გარდაიცვალა, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ეხლა გამოსავალი გვაქვს მოსაძებნი ლოგიკა, რომ ცხენი თუ გარდაიცვალა, თივა და ეხლა უკან ზის როსტომი ყველაზე მეტი ვინც იმუშავა, მოიარა მთელი საქართველოს საზღვრებსაც გაცდა და მიხვდა, რომ ეხლა შეიძლება უთხრა, რომ ცხენი უნდა მოძებნოს და იქიდან ამბობს, რომ მე ვიცი სად არის თივა, მე მოვიტანო. მოკლედ კარგი ლოგიკა ასე ამგვარად განავითარეთ, რომ ცხენი გათხოვდა და თივა მზითვებში გავატანეთ. ცხენი გავათხოვეთ და თივა მზითვებში გავატანეთ. მოგვარდა ასე ყველაფერი რა, ძალიან კარგი. ანუ ეგეთი შემთხვევებიც არსებობს, შვენიერი. ისე წერილის მიმწოდებელს რატომ ქვია პოსტალიონი? ანუ საინტერესოა, ანუ პოსტაში ალიონზე იწყება მუშაობა თუ პოსტალიონი? პოსტალიონი უფრო პოსტალიონის შემდეგი პერიოდია და
ეს როცა უკვე პოსტალიონთან მოხდა, მაგრამ ჩვენ 24 საათი მუშაობა უფრო ადრე იწყება, რომ ალიონი როგორც კი დადგება, პოსტალიონს კონდეს. და შესაბამისად აქედან გამომდინარე პოსტალიონი, კი ბატონო. ალბათ, ну ყოველ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობთ, რომ ასე არის, ხო? ჩემი აზრით, ისე არ ვიცი, ეხლა ბატონ ლევან გიფიქრიათ ალბათ ამაზე, თუ არ გიფიქრიათ, მე რჩევისახით შემიძლია მოგცეთ, რომ პოსტალიონს მოუხდება ისეთი გვარები, მაგალითად, როგორიცაა სირბილაძე, რაღაც მორბედაძე, მოსულიშვილი, ძირითადად ამ გვარებით რომ ავიყვანოთ პოსტალიონები. სახელები? მოგელი, გელოდი. კი, არ გელოდი, თუ არ ველოდი. ყველაზე უცნაური ნივთი, ბატონო ლევან, რა გაგიგზავნიათ ან რა მიგიღიათ პოსტით? უცნაური წერილი მიმიღია. წერილი მიგიღიათ? ნივთი არ მიმიღია, მაგრამ ისტორია მახსენდება. აბა, მოგიყევით ორივე. წერილი მაქვს მიღებული. სულ მახსოვს ეს წერილი და რაღაც უნდა მოვახერხო ამ საკითხს. შევქმენით 2014 წელს პროდუქტი შევქმენით წერილი მომავალში. საქართველოს პოსტაში შეგიძლია წერილი საქართველოს პოსტის საშუალებით წერილი გააგზავნო და მიუთითო რომელ წელს რომელ დღეს გინდა რომ ეს ჩაბარდეს. მე გავუგზავნე მაშინ პოსტის გენერალურ დირექტორს 10 წლის შემდეგ. 10 წლის შემდეგ. და თქვენ ხართ ეხლა თქვენ. დავწერე იქ რა რომ არაფერი არ აგვაქვს, არც ის გვაქვს, მაგრამ ეს ხალხი აი მოტივირებულია და ყველაფერს ვაკეთებთ. ეს შევქმენით, ამას გვეგმავთ და 10 წლის პროგნოზი მართალია მაშინ 5 წლიანი ქონდა, მაგრამ მაშინვე წერილის წერის დროს დავამატე რომ 10 წლის მერე სავარაუდოდ მას რა ექნებოდა და გავაგზავნე და მე მივიღე და მე მომივიდა ეს წერილი და იკითხულობდა ძალიან გავღიზიანდი, იმიტომ რომ მე მუქრება იქიდან რომ რა კარგი ისტორია. წესიერად მოიქეცია ამ ხალხს ყურადღება მიექცია ამ შექმნილს გაუფრთხილდი. ეხლა სხვა გამოსავალი არ მაქვს, აი ვფიქრობ წერილი მომავალში გვაქვს ასეთი პროდუქტი, მაგრამ წერილი წარსულში მაქვს გასაკეთებელი, რომ იმ კაცს დაველაპარაკო იქ. ესე იგი 2014 წლის ლევან ჩიკვაიძე ემუქრება 2025 წელს 24-ში მიიღეთ ეს 10 წლის მერე ისევ ლევან ჩიკვაიძე. ისე დამემუქრა. ბატონო ლევან, ისე ძალიან ეხლა ქვეყნის შიგნით გასაგებია ხო ამბები მოუყევით ამანათების წერილების, მაგრამ აი ქვეყნის გარეთ თუ გქონიათ აი ესეთი უცნაური ამხიარული შემთხვევა, რომელიც შეგიძლიათ გაიხსენოთ. საინტერესოა. გიორგი, ქვეყნის გარეთ ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ქვეყანასთან გვიწევს. ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნისთვისაც, საქართველოს პოსტისთვისაც 2016 წელია კონგრესზე უნდა აირჩეს საფოსტო ოპერაციების საბჭო, რომელიც მართავს მსოფლიო საფოსტო კავშირს. ანუ საერთაშორისო ნორმის მომზადება-მიღებაში იღებ მონაწილეობას. მე ჩავთვალე, რომ ჩვენ გვქონდა შანსი, რომ არჩეული ყოფილიყავით ამ საბჭოს. და ჩემი დაჟინებული მოთხოვნით სახელმწიფომ გააგზავნა განაცხადი აპლიკაცია არჩევნებში მონაწილეობაზე. ვითვლით იმ დროს რაც დადგა საარჩევნო გარემო და მინიმუმ 94 ქვეყნის ხმა გვჭირდება, რომ შანსი გქონდეს გამარჯვების, მონაწილეობას იღებ, მაგრამ გამარჯვების კი ბატონო. 94 ქვეყანა აქ ვითვლი სომხეთი, აზერბაიჯანი, მეზობელი ქვეყნები ძალიან ცოტა გამოდის, ევროპული ქვეყნები დიდი რაოდენობა მხარს გვიჭერს, მაგრამ არ მყოფნის. აფრიკაშია 54 ქვეყანა, 54 ხმარი აფრიკაში, რომელიც მჭირდება. საჭიროა. ხო, იქით ამერიკის კონტინენტი, ჩრდილოეთი, სამხრეთი დავთვალეთ, აქეთ ოკეანეთი, ავსტრალია, მაგრამ არ არის საკმარისი. მხარს კი გიჭერენ, მაგრამ საკმარისი არ არის, ხო? კი. გამიმართლა, რომ კონგრესის წინ ტარდება აფრიკული საფოსტო გაერთიანების შეხვედრა კამერუნში. კამერუნის ამ გაერთიანების ხელმძღვანელთან მეგობრობ, უთხარი რომ აუცილებლად უნდა მომიწვიო, უთხარი რა საკითხზეც და თვითონაც მითხარ რომ უნდა დაელაპარაკო ყველა ქვეყნებს, გავფრინდი. იმ დღეს დაიწყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სტამბოლში და მე Turkish Airlines-ით მივფრინა. ის დღე იყო ისეთი რომ მთელი სამყარო რო შენ დაგიპირისპირდება ასე რომ გგონია, ვერ მივფრინავ, მაგრამ უნდა ჩავიდე და ეს უნდა გავაკეთო. დილით ჩავფრინდი 7 საათზე, დამხვდა
მანქანა, რომელმაც უნდა მიმიყვანოს დანიშნულების ადგილას და ამას ვთხოვრო და არ ჩამოვიდა დავკარგე ჩემოდანი. ბარგი არ ჩამოვიდა. არა მაქვს ბარგი და რაღაც ტანსაცმელი მჭირდება, რომ წარსდგეთ. ხო, ნუ მე მაისურით ხო არ მივალ, ხა თეთრი სახლი არ არის, მაგრამ იქ საპატივცემულო შენიშვნას ხომ არ მივიღებ. მაისურით ვერ მივალ, ამიტომ პიჯაკი, მინიმუმ პიჯაკი მჭირდება თუ არა ასრული კოსტიუმი. ვთხოვე რომ წამიყვანოს სადმე რომ სადაც შევძლებ რომ ვიყიდო და უარს მეუბნება არა მე ასე დამავალეს რომ იქ უნდა მიგიყვანო ადგილას იმიტომ რომ კი კრიმინოგენულია გარემო და ვერსად ვერ წაგიყვანო. დაძაბული სიტუაცია. ნუ კარგი ვინ დაგავალა საორგანიზაციო კომიტეტი მითხრა არ ვიცნობ ვინ არიან კარგი მივედით იქ და ხო რომ ასეთ მდგომარეობაში ვარ და ჩემოდანი აღარ არის. არა მაქვს ტანსაცმელი არ და უკვე დრო აღარ მრჩება. მომცეს ისევ იგივე მძღოლი გამომიყვეს, დაცვა, ჯარისკაცი. შეიარაღებული წავედით. ეხლა მე ხო შოპინგისთვის არ წავსულ ვარ, იქ მზად არა ვარ, ეხლა იქ ბრუნელო კუჩინელიში შევიდე და იქ ტანსაცმელი. სადღაც ბაზრობაზე მიმიყვანეს, ჩავიცვი. მაცვია აი მზის სინათლეზე თვარესავი თვარ ესე ჭკვინავ. ანუ რაც შემხვდა. რაც მოხდა. ნასკი, შავი ნასკი იყო, უცნაური ნასკები იყო, შავი ფერის ნასკი მომეცით ხო და როცა ჩავიცვი აღმოჩნდა რომ დიდი Playboy-ის ლოგო აქვს. აუ ზემოთ წინავთ ზემოთ Playboy-ის ლოგო. მივასწარი რაც მთავარია, შევედი წინა რიგში ვზივარ გამომსვლელი. როცა ჩავიცვი მე ვნახე ყიდვის დროს საჩემო ზივარ ფეხი-ფეხზე მაქვს გადადებული წინა რიგში და სომეხი კოლეგა წამოვიდა დასახმარებლად, რომ ის განაწილებული გვაქვს ვინ ვის დაელაპარაკება. ის სტუმრების ადგილაზის მარცხენა მხარეს და იქიდან შეამჩნია რომ მე რაღაც ძალიან ჭკვინავ ამ ჩემი ტანსაცმლით და ნასკიც რაღაც უცნაური მაცვია. იქიდან მეძახის რომ რასაკეთებ ხო შეთანხმებული გქონდა ყველაფერი ეხლა რა მოიფიქრეო ეხლა ამ ჩაცმულობით რა გინდა. გავდივარ სცენაზე, ჩემი დრო მოვიდა, პირველი საათი გახდა. სლაიდები მიდის ეკრანზე, საქართველოს ფოსტას ვაცნობ. აფრიკულ ქვეყნებს, საოპერაციო პროცესები, ყველაფერი გამზადებული მაქვს, კარგი პრეზენტაცია, მაგრამ ნაწილი ახლა ციფრები, რაღაც ინტეგრალები ფურცელზე მაქვს. და მიდევს ტრიბუნაზე. იმ დღეს დამჭირდა, აი ყვავს რომ 300 წელი შეუსრულდა, იმ დღეს დამჭირდა, იმ დღიდან სათვალეს ხმარობ, მაგრამ იმ დღემდე არ ხმარობდი, ვერ ვხედავ აქ რა წერია. იმ დროს დავაბრალე ალბათ განათების ბრალია, მაგრამ ვერ ვხედავ, რაღაც ვაგზელე პრეზენტაციას, თვალს გამოვაპარებ, ვერაფერს ვერ ვხედავ. ფურცელზე რა წერია. ახლა მე ამ დროს მთელი მსოფლიო არის ჩემს წინააღმდეგ ასეთი განცდა, განვიცდი ძალიან. და უცბად ღმერთი რო გაჩუქებს, აი გამინათ და გონება და ხომ ამ ხალხის შეკრება ხომ მინდოდა ზოგის რაღაცა ფაბში, ზოგის რესტორანში, ზოგის. კი, ახლა ხო ყველანი ერთად აი აქ არიან და ხომ რა დროც აღარ მაქვს დილა გამოტოვე, საღამოს ამდენს ვერ დაველაპარაკები, შევწყვიტე ეს პრეზენტაცია და მოუყევი ეს ჩემი ამბავი, ვეუბნები, აი არაფერი აღარა მაქვს, დასაცმელიც ხო, ხედავთ თქვენსავით მაცვია, აფრიკელი ვარ მეც, რჩები თქვენთან. ხო, ნუ ამან ოვაციები ტაში. რა თქმა უნდა, იმავე დღეს ეს ჩვენგან ბურკინა ფასოელებისგან ერანგი. აქ ჩუქია დასაცმელებს საერთოდ. მავრიტანიელებისგან აი ეს წინდა არავინ არ მაჩუქა და ისევ იმ წინდით დავრჩი. საღამოსაც იმ წინდით შევრჩი, საღამოს სადილია, ხო იქაც იყო ასეთი შემთხვევა, იქ დელიკატესია მწერებისგან დამზადებული კერძი, გარნირი არის მწერები. ფრანგები არიან, ეს ფრანგებს გავლენა აქვთ იქ ფრანგულენოვან აფრიკულ ქვეყნებზე და მეუბნებიან, რომ თუ ამას შეჭამო, ჩვენ ვიდეოს გავაკეთებთ და ფრანგულენოვანი, აი ჩრდილო დასავლეთი აფრიკა შენ მოგცემს ყველა ხმას. რა გინდა რო ქრა უნდა ჭამო. ადამიანს ვიდეოც შევჭამე წერები. კი, შედეგად 2016 წელს კონგრესზე მივიღეთ 106 ქვეყნის ხმა. ბრავო! ანუ
ისეთი ისტორია იყო, ხო თან ღიარული იყო, მაგრამ თან ხვდები რომ იმ მომენტში როგორ გძნობდით თავს, რომ აი ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შედეგი აფილგონიერებამ თქვენმა და შრომამ გამოიღო შედეგი და აი ეს არის შრომის ფასი სხვათა შორის მიუხედავად იმისა, ეხლა მხიარულად ვიხსენებთ, მაშინ ძალიან რთული მომენტი იქნებოდა და თუმცა ბატონო ლევან, ესე იგი, ნახეთ ეხლა თქვენ იმ ისტორიას, ეხლა ამ ისტორიას უკვე მხიარულად იხსენებთ. ხო, რაღაცა სამსახურშიც ეხა ამანათებზე ყვებოდით, წერილებზე უცნაური წერილი, უცნაური ამანათი შემოდის ხოლმე თქვენთან და ჩემთან. შემოდის ხოლმე აქ უცნაური ჯაბოვიჩი. მოგძანდი. ოპა. ჰეი, დედაო. ეს რა ქია? აცადე ბიჭო. როგორ ახალ ბატონ დირექტორო? რაფერ ხარ, ჯაბოვიჩი? მე პასიგეთე მოგცეთ, თქვენ გენაცვეთ, დაბრძანეთ. მოგესალმებათ პირველი. ვინ კაცი მოხდა? მე უკან კაცი მომყვებოდა. რეალი მარტო შემოხვედი და. მოსახოს შქარა შეიტყობა გადმოვარდა. მოგესალმებათ პირველი საფოსტო მტრედის სვავის გამოსმეტყველებით ჯიმი ჯაბასიაბესაც. აბა მოვედი. აღა ბატონ ლევანს რა სეტყვი საინტერესოა? ვაიმე ბატონო ლევან ძალიან ნაწყენი ვარ მე. უი. ვაიმე წერილები დაწერე. ბატონო ლევან ახლა თქვენ ჩემი ვიზუალი და ჩემი ნიჭიერება იცით. ამდენი წელი შევწირე მე პოსტას. რა მითხრა, იცი? ადრესათა რომ მიდიხარ ჩაფხუტი არ მეიხსნა, ჯობოვიჩ უხერხულია. ეს აფე უნდა მაგარი. ბატონო ლევან წუხე. ვეღარ დაგირეკეთ, ვეღარ უშუალო ურთიერთობა გვაქვს მე და ბატონო ლევანს ერთად იტალიიდან ამანათები რო ჩამოვიდა, მაგას ვახარისხებით ბიჭებიდან. ერთი გადმომივარდა და კონიაკი იყო, შინი გაგვიტყდა. მერე მეორე გაგვიტყდა, მერე მესამე გაგვიტყდა, როგორ? დისკდება თავი. მოვისიე, გადადი საქმეზე პირდაპირ. გადავალ. ბატონი ლევანი მოვიდა და ჯაბოვიჩო, შენო ბაღდათელი კაც ხარ და ცხენით იარეო მე მეუბნება. სკუტერი ხარჯიანი ხომ მითხართ ასე? ცხენით იარეო, ცხენს ბატონო ლევანი. ცხენი გათხოვდა. ვიცი რო გათხოვდა, მაგრამ მეორეც ხომფავს მე. იმ ცხენს ბატონო ლევანი ჭამა უნდა, სმა უნდა, დაბანა უნდა. მაგი რო უნდა ჩემ მამიდაშვილს, მაგი რო გავაგდე სახლიდან. კი ბატონო. გამოცდილება თუ გაქვს საინტერესოა. 20 წელია ბიჭო მე ამ ფოსტაში მუშაობ. თავიდან ახლა წერილები არ ჩამაბარა ბატონო ლევანა და ენა მიმქონდა და მომქონდა. ხო. ახლა დამრჩა ჩემი მშობლიური ბაღდათი ბატონო ლევან დამჩა უყურადღებოთ, მაგრამ ხო იცი, გადაყევი, ჯერ ფოსტავი ჩაიტანე ჯაბოვით ერჯოლაში. მერე ჭიათურა საჩხერეზე მოიმერეთიო. მერე ტყიბულშა და ბოლოს მივაკ ბაღდათში. გუშინცი შევედი და ბაღდათელი ერთი მოსახლეობრივია ჯაბოვით დავის თევზაძე ესევე თავდაცვის მინისტრიო არ იცის გაცვალა. ხო. ამიშენ, კი ბატონო. წერილებზე რა სიტყვი? სხვათა შორის ბატონმა ლევანმა მე მითხრა ჯაბოვიჩო შენ ისეთი კარგი ბიჭი ხარ რომ საიდუმლო წერილები ატარე. საიდან ის? საიდუმლო. ხო, მაგრამ საიდან იცი ხო გითხულობ იმას რაც უწევი. ხო, აბა არ გითხულობ იმას. რამდენი ცუდი წერილი მე მაგ მიტანილი ბატონო ლევან იმდენი სიხარული მე. კი ბატონო. მომისმინე. უკმაყოფილო კლიენტები. უკმაყოფილი იმ დღეს ახლა მივიდა რაღაცა მისამე აქეთ იოსებიძეზე ვიღაცას გამოუწერე ადიდასის ბოტასები. მაგარი რბილი ფაფუკი სუფთა აძი ძას. რას გიხსნი აგერმაცია ბეცი. ხო. ათუ და კი ბატონო. ერთხელ წერილი ვესროლი ადრესას და 4 წელი მომცეს. წერილის როლის გამო ალბათ. ბოტში იდო ის წერილი. ხო. მომისმინეთ, ცნობილი ადამიანებიდან ვისთან მიგიტანი ამანათი? ია ჯაჯარიძე, ჩემი. უსაყვარლესი პიროვნება იმ დღეს მოუტანი აქ ამანათი. პოსტიდან. ასე მევიტანე, რა ვიცი, რაღაცა ჭყაო და შიგნით ეთყობა ტუფლები გამეიწერა, ისევე რა ვიცი მე. ბაბუა ჩემი, ჭიკუაბესაც. ხო, ჭიკო, დიდი პოსტალიონი. დედა 45-ში ხო დავთავრდა ომი? კი. ჭიკოს წყალობით 55-ში გაიგეს ჩემთან სოფელში. სხვათა შორის ახლა ვიცი, ახლა იცინით ამ ჭიკოზე. იალტის სამიტი გემახსოვრებათ არც ისე პატარები ხარ თქვენ. და რუზველტი, სტალინი და ჩერჩილის ხედან. კი. გეიღო კარე. და ჩერჩილმა გახედა შემოდი ჭიკო შენზე ვლაპარაკობდით. აი ის პოსტას, გადაშორის წერილი გამოუგზავნა ბაბუაჩემ ერთხელ სტალინს. კრემში გაუგზავნა და ინკოგნიტო აწერია და სტალინმა რა თქვა, იცი? ჭიკოსი იქნებ, ეგიო. ვიტყვი რომ 4 კუთხედ ოს მარტო მაგიწერს. აი და ახლა წევედი, მაგრამ სიმღერაც მაქვს დაწერილი. ერთმა მუტრუკმა მომცხო ყბაში წერილზე გაჭედა როგორც ჩანდა სხვადასხვა მიმართულებით გვდივართ მე და ჩემი ძველი ტყავის ჩანთა აბა კაგამზადებას ბაგა გერაცა კაგამზადებას გელაცვალი კაგა წევედი
ბატონო ლევანი, რა სიტყვით? არაჩვეულებრივია, მომავალში ეკუთვნის დაწინაურება. დაწინაურება ეკუთვნის, ხო? თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ესე იგი, მე მგონი ჯიმი დავტოვოთ იქ, სადაც არის იმას კარგად აკეთებს და დარწმუნებულად პოსტაში უფრო კომპეტენტური თანამშრომლები გეყოლებათ, რომლებიც წერილებს რომ არ კითხულობენ. რა ვიცი, წარმატებებს გისურვებთ ბატონო ლევან კიდევ ერთხელ. უღრესი მადლობა. მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო ისტორიებისთვის და რა ვიცი. შეხვდებით კიდევ. გონებ მე. მიგზნობს გული. ასე იყოს, პოსტა ყოველთვის თქვენთან არის ქვეყნის სამსახურში. კი ბატონო. საქართველოს პოსტის დირექტორი ბატონი ლევან ჩიკვაიძე იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი და აპლოდისმენტებით გავაცილოთ.